სიტყვის თავისუფლება, პროფესიონალიზმი, საინფორმაციო საშუალებების პლურალიზმი, ბიზნეს მენეჯმენტი, მედია განათლება. ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-მა ქართული მედიის 2009 წლის ინდექსი დაადგინა. ანგარიში 2010 წლითაა დათარიღებული, თუმცა შინაარსობრივად გასული წლის ჟურნალისტურ გარემოს ასახავს. 14 გვერდიანი ანგარიში IREX-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს. რამდენიმე ფრაგმენტი IREX-ის ანგარიშიდან. შესამჩნევია პროფესიონალიზმის ნაკლებობა, კვალიფიციური კადრების სიმწირე ხარისხიან საინფორმაციო საშუალებებშიც არის მედია პლურალიზმის გარკვეული ნიშნები, თუმცა ეს სფერო ისევ პოლიტიკური ორთაბრძოლის სცენაა. სახელმწიფო ტელევიზიები ძალიან იშვიათად გადასცემენ საგამოძიებო მასალებს და ამდენად მთავარი საინფორმაციო არხები ერთფეროვანია. არაკონკურენტუნარიანი გარემო, დისტრიბუციისა და ფინანსური პრობლემები, ტელეკომპანიების მფლობელთა გაურკვეველი ვინაობა, პროფესიონალიზმის დონის გაუარესება. ეს პრობლემები IREX-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. კვლევაში დედაქალაქისა და რეგიონის მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ზვიად ქორიძე მათ შორის ერთ-ერთია. რეალურად ავსახავთ მდგომარეობას დღეს საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს შეფასება იქნება კრიტიკული. და ასეთია IREX-ის მდგრადობის ინდექსი. რეზონანსის რედაქტორს მედიაკვლევაში მონაწილეობა არ მიუღია. ანგარიშის ძირითად ნაწილს ეთანხმება, თუმცა გარკვეული შენიშვნებიც აქვს. შესაძლებელი იყო უფრო მეტად ჩაღრმავება იმ საკითხის, როგორც გახლავთ, ეგრეთ წოდებული ნაციონალური არხების მფლობელთა ვინაობა, პრინციპში შეიძლება უფრო მეტი ითქვას იმის შესახებ, რომ რეალურად აქ არის ძალიან სერიოზული სახელისუფლებო გავლენა. IREX-ის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა. მის ინტერესთა სფეროს მედიის გარდა განათლება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს. ორგანიზაცია 1968 წელს დაარსდა და მისი წლიური პორტფოლიო 50 მილიონი ამერიკული დოლარია. საქართველოში IREX-ი 1994 წლიდან მოღვაწეობს. მის დამფინანსებელთა შორის სხვადასხვა დროს იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაცია.